სალამი საღამოშიდობისა, მადლობა მოსვლისთვის და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პერ ლაგერკვისტის პატარა რომან ბარაბაზე. ბარაბა ისტორიული ფიგურა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ლაგერკვისტის ბარაბას ისტორიულ ფიგურასთან არაფერი კავშირი არ აქვს. არაფერი კავშირი, ხა რაღაც კავშირი აქვს, სახელი აქვს კავშირი, მაგრამ რა იყო ბარაბა, ვინ იყო, წარმოდგენა არ აქვს. უბრალოდ რაღაც წარმოდგენა გვაქვს. სახარებაში ვიცით, რომ ბარაბა დასაჯეს, იმიტომ რომ მან მოაწყო რაღაც ამბოხი. და თუ ამბოხი მოაწყო, ესე იგი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამბოხი ვის წინააღმდეგ, რომაელების წინააღმდეგ. შეიძლება ივარაუდო, რომ ბარაბა იყო გარკვეული აზრით პატრიოტი ებრაელების, ვინც ააჯანყა ებრაელი ხალხი დამპყრობლების წინააღმდეგ. ამიტომაც იყო რომ აირჩიეს ბარაბა მაინც და მაინც, ხო, არა სხვა ავაზაკები, ორი სხვა ავაზაკი, ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. როგორც ბარაბა პოპულარული ადამიანი იყო ებრაელებში და იცოდნენ ვინ გავათავისუფლოთ. ბარაბა იყვირას ეგრევე. და რა უყოთ იუდეელთა მეფეს, ჯვარსაცვი. ხო, აი ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იესო აწვეს ჯვარს, იყო ეს, არა ის არ უსრულებდა მათ მესიის პოლიტიკურ დანაპირებს. ებრაელები ძირითადად ელოდებოდნენ მესიას, ძირითადად უმეტესობა ხო ებრაელების ელოდებოდა მესიას, რომელიც ისრაელს აღუდგენდა თავის სამეფოს. ანუ ისრაელს გაათავისუფლებდა დამპყრობლებისაგან და მესიის ნიშანი ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო, რომ ის იყო ძლევამოსილი, აჯანყებული, რომელიც აღადგენდა დავითის ტახტს, დავითის სამეფოს. ყავდათ ებრაელებს თავიანთი მეფეები რომაელების დროსაც, მაგრამ მარიონეტი მეფეები, ჰეროდე მაგალითად მარიონეტი მეფე იყო, ემორჩიულობდა რომის იმპერატორს. ეს უნდა ყოფილიყო რეალური გათავისუფლება რომელი დამპყრობლებისაგან. და ვინც მესია გამოჩნდებოდა, აქაც რომანშიც ხედავთ, ხო, თქვენ ბევრი მესია გამოჩნდა, ბევრი ჩემულობდა. ვინც მესია გამოჩნდებოდა, მას უნდა ეს ზუსტად ეს დანაპირები შეესრულებინა. ანუ მისი ნიშანი იქნებოდა, რომ ღმერთი მას ფაროლობს, წარმატებული, აჯანყებულია. აი აქ არის ეს განსხვავება იესო ქრისტეს განსხვავება არის ამაში, რომ როცა ქადაგებს ის ნაზარეთის სინაგოგაში, გადაშლის ესაიას წიგნს და ამბობს, აი მოვიდა ეს მესიანური წელიწადი, მესიანური ეპოქა დადგა და წელიწადი შეწყნარებული ასე ამბობს. მაგრამ ხალხი გაფაცისებით ელოდება ხა რა სიტყვის. იქნებ ისევე იტყვის, როგორც იუდა გალილეველი დაუშვათ, რომელმაც 6 წელს ზუსტად 6 წელს მოაწყო აჯანყება და თქვა რომ მე ვარ მესია და აჯანყა ებრაელი ხალხი, მაგრამ დასაჯეს ეს აჯანყება რომაელებმა, გაწყვიტეს ეს აჯანყებულები და ალბათ ესეც ასე იტყვის რაღაც, რომ მე ვარ ეხა ნამდვილი მესია და მეც აგაჯანყებთ. ამიტომ ელოდებიან ამას. თუ ის ნამდვილი მესია, ღმერთი დაეხმარება და მოიცილებთ ამ რომაელებს უღელს. მაგრამ უცნაური სიტყვებით ლაპარაკობს, რომ თქვენ გონიათ რომ მესია მოვიდა ებრაელებთან მარტო. ზუსტად ასე სიტყვები არა, არსი ეს არის. მაგრამ არ გახსოვთ ელია წინასწარმეტყველი ვისთან მივიდა? ებრაელებთან მივიდა, არა, აი სირიელ ადამიანთან, ნაუშად, ან ფინიკიელთან. მოკლედ ამბობს, რომ მე მოვედი, კი მესია ვარ, მაგრამ მე არა ვარ ის მესია, რომელსაც თქვენ ელით ასე პოლიტიკური გამოთავისუფლებელი. არამედ მოვედი ყველასთან, არა მარტო ებრაელებთან, არამედ აი როგორც ის წინასწარმეტყველი მივიდა სირიელთან თუ სხვა ჯულის ადამიანთან, არა ებრაელ ხალხთან, იმიტომ რომ მას კეთილი გული ჰქონდა და მიიღეს წინასწარმეტყველი. ასევე მოვედი ყველა კეთილ გულთან და ვათავისუფლებ. მაგრამ თუ რომაელთანაც მოხვედი და რომაელს რის განათავისუფლებ? აი გათავისუფლების ახალი სემანტიკა არის, არა პოლიტიკური გათავისუფლება, არამედ სულიერი გათავისუფლება, შინაგანი გათავისუფლება. ცოდვისაგან, ხო, რაღაც ცოდვის ტირანიისაგან, ხო ეს. აი ეს იყო სკანდალი, ასე ვთქვათ, სკანდალო, ბერძნული სიტყვა სკანდალო, საცთური, ქართულად ასე ამბობენ, საცთური, ხო? რაც პროვოკაცია, პროვოცირება, ასე ვთქვათ, ამ ებრაელების, რომ მესია მოვიდა, მაგრამ ყველაზე სანუკვარი ჩვენი მოლოდინი რაც არის, იმას არ გვისრულებს. ამიტომ რა უყოთ ასეთ მესიას? თან ვიცით, რომ გავლენა აქვს. თან ვიცით, რომ ხალხი მიყვება მას. აი სასწაულები აღასრულა, ეს გააკეთა, ის გააკეთა და ყავს მიმდევრები და ვაი თუ დაგშალოს საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენი ებრაელი არის იდენტობა საერთოდ, ჩვენი ებრაელი არის რაღაც მოლოდინები, ეროვნული რაღაც სიამაყე მდგომარეობს იმაში, რომ დამპყრობლების უღელი მოიცილოთ და გავხდეთ ისეთივე ძლევამოსილები, როგორც ერთ დროს ვიყავით. და ეს ამას გვიქარწყლებს ამ იმედს. ამიტომ ჩვენი მტერი გამოდის, აი ჩვენი მთავარი მოლოდინების, ჩვენი თვით აღქმის, როგორც ძლევამოსილი ებრაელი ერი, ვინც უნდა დაიბრუნოს თავისი ძველი დიდება და იქვე უპირებენ მოკლას. წაიყვანენ კლდის პირას ნაზარეთში და უპირებენ გადაგდებას და იქ მათ შორის გაივლის მიეფარება თვალს და მისი დრო ჯერ არ იყო დამდგარი, ასე წერია.
აი რატო იხსნეს ამიტომ ბარაბა? ეს გასაგები ხდება აი ამ ლოგიკით, რომ ვინც აჯანყება მოაწყო რომის წინააღმდეგ, სტასისი, ხო, ვინც რაღაც ყლელობას კი ჩაიდინა სტასისის დროს, ესე იგი როგორი გულხურვალე პატრიოტი ყოფილა თუ რომის წინააღმდეგ აჯანყა ხალხის ნაწილი, ებრაელის ხალხის ნაწილი და ამ დროს ყლელობას კი ჩაიდინა, ხო, ესე იგი ძალიან გულხურვალე ებრაელი იყო და აი ამიტომაც იყო პოპულარული როგორც ჩანს. ამიტომაც ვინ გავათავისუფლოთ, გინდათ მოგცეთ ამ პილატეს უნდა და იესოს გათავისუფლება, რატო? იმიტომ ხედავს რომ ეს არ არის პოლიტიკური დამნაშავე. პოლიტიკური დამნაშავე იქნებოდა მაშინ თუ ის იტყოდა რომ მე მართლა ებრაელი ხალხი უნდა ავაჯანყო იმპერატორის წინააღმდეგ, მე მინდა ფიზიკური მეფე გავხდე, ასე ვთქვათ, ებრაელი ხალხის და დაუპირისპირდა იმპერატორს. და იმ ლეგიტიმურ ორგანოებს, რაც იმპერატორი ცნობს ჩვენთან, ეს მეფე ჰეროდე დაუშვათ, ან სინედრიონი, ეს ლეგიტიმური ორგანოებია, რომ ამას ლიცენზირებული რაღაც პოლიტიკური ორგანიზმებია. მაგრამ მე მოვდივარ როგორც არალიცენზირებული, ვისაც მთელი ებრაელი ხალხი მიყვება და აი მაშინ ის პოლიტიკური დამნაშავე იქნებოდა, მაგრამ უცებ იესო ეუბნება პილატეს, რომ ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური. და თუ ამქვეყნიური არ არის მის სამეფო, ეს ვიღაც ფილოსოფოსია, რაღაცას ამბობს გაუგებარს ძნელად მოსახელთებელს ჭეშმარიტებაზე, რა არის ჭეშმარიტება პილატე კითხავს, მაგრამ ერთი რამეს ბევრს ვერ გაიგებს შეიძლება პილატე, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად გაიგებს, რომ ეს ადამიანი არ არის რომის იმპერატორის მტერი. ამიტომ ეს არ არის სიკვდილის ღირსი. და მე რომ ეს მოვკლა ახლა რომის კანონებს დავარღვევ. და ამიტომ არის რომ უნდა გათავისუფლოს და აცემინებს. ხა ამ რომანში მაგალითად არის რომ წესი ქონდათ რომ ცემდნენ ხოლმეო ჯვარცომდე. არ იყო ეს წესი. თუ ცემდნენ, მაშინ ჯვარს აღარ გაცვავდნენ, თუ გადარჩებოდი იმ ცემას. ცემა იყო აი სუსტად ისეთი მათრახებით, როგორც აქ არის აღწერილი, რომ რკინის კაუჭებიანი მათრახებით და ამას თუ გადაურჩებოდი ასეთი გამათრახებას დასისხლიანებული, მე აღარ გაცვავდნენ ჯვარს და პილატე ესეთი გაუყანა გამათრახებული, დასისხლიანებული და აგერ კაცი. აი კაცი. გამოგიყვანოთ რა ყველაფერი გავაკეთებ, ცემე, რა ვიცი, დავსაჯე და აწი აღარ ეკუთვნის ჯვარს, რა აი კაცი ხო იკმარეთ ახლა. და არ იკმარეს, არა ჯვარსაც. თუ არა ცო ჯვარს, დაგაბეზღებს კეისართან, რომ შენ გავუში პოლიტიკური დამნაშავე და პილატე შეეშინდება. თავის სიცოცხლე ვერ დადო ქრისტესთვის. აი ესაა მთავარი მოტივი, რაც ბულგაკოვს აქვს მე ასახული, რომ შენ მთავარი სულმოკლეობა არისო, შენ მთავარი ცოდვაო, სულმოკლეობა, ანუ შიშრობა. აი ბარაბა გაათავისუფლეს. მეტი არაფერი არ ვიცით ბარაბაზე. და აი ლაგერკუისტმა ეს რომანი დაწერა ბარაბაზე და რაცა თავისი სათქმელი თქვა ამაზე. ხა ეს არ არის თეოლოგიური ტრაქტატი არ არის, რა თქმა უნდა, და ბევრი რაღაცა ითქმება, რაც მიუღებელი არის და ტრადიციული ქრისტიანობისთვის მკრეხელურიც არის. მაგალითად არც დედამის სამსონისი აღდგომაა რა წერია, რაც სიზულელიანი და ტრადიციით არის, რომ პირველ რიგში ვინც გაიგო ვინც გაათავისუფლეს, ანუ პილატემ იმიტომ უთხრა, ერთი ხო შემილია გაგითავისუფლოთ, თქვენ დღესასწაული არის და დღესასწაულის გამო რომში იყო ეგეთი ადათი, რომაელები, ანგარიში უწევდნენ ებრაელების დღესასწაულს და აი ისეთი დიდი დღე არის თქვენთვის, კარგი, მაშინ აი ერთი თქვენი თხოვნით შეგვიძლია ერთი სიკვდილმისჯილი გაგითავისუფლოთ. და პილატეს უნდა რომ თქვან, რომ იესო გაათავისუფლოთ. გინდათ რომ გაგითავისუფლოთ მეუფეღურიათაო? და აი ამაზე ამ თქმაზე თან იციან რომ პილატეს მისი გათავისუფლება უნდა და მისი ჯვარცმა არ უნდა დაემუქრენ, დააშანტაჟეს პილატე, ხო? და დააშანტაჟეს დაგაბეზღებთ იმპერატორთან. პილატე შეეშინა რომ იმპერატორი ან მოკლავდა ან მასაც პოლიტიკური დამნაშავედ ჩათვლი და შეიძლება იმპერატორი ჩაეთვალა რომ ეს პონტოელი პილატე ვიღაც იქ ბუნტართან მეგობრობს და რაღაცა და ჩემ წინავე რამეს ხლართავს. 1000 რაღაც, ანუ პილატეს აი ამ ზღვარის გადაბიჯება არ შეეძლო. რაც იესომ უთხრა, რომ მე ძალაუფლება მაქვს შენ ჯვარს გაცვა, ძალაუფლება მაქვს შენ გადაგარჩინო. იესომ არ გაქვს არაფერი ძალაუფლება თუ ზემოდან არ მოგეცა. ანუ ჩემი გადარჩენის ძალაუფლება არ გაქვს, იმიტომ რომ ის ძალა და მადლი რომ ჩემთვის თავი გაწირო არ გაქვს ზემოდან. ამიტომ არ ძალაუფლება ჩემი გათავისუფლება შენ არ გაქვს. მიხედავ იმ ზღვრამდე რომ ვეღარ მათავისუფლებ, ხო ხედავ? შენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლე დადგა რუკაზე და შენ მოგიწია რომის სამართლის დარღვევაც კი შენი პროკურატორობის ფუნქციის ბარაბა ამიტომ მოითხოვეს ბარაბა გაათავისუფლეს ამის მერე ბარაბაზე არაფერი არ ვიცი და აი ეს რომანია ბარაბაზე
ხო, რას გვეუბნებს რომ როგორ წარიმართება ბარაბას ისტორია. ბარაბა რაღაცას დაინახავს, რაღაც ნათელს დაინახავს იესოში, უკვირს. ყველაზე მეტად ეს მას უკვირს, ხო, რაღაცა მოხდება ფიზიკური ფაქტები მოხდება, ხო, დაბნელება. დაბნელება ფიზიკური ფაქტია. არა, ის ხედავს რომ რაღაც უცნაურობები ხდება. ვიღაც უცნაური კაცი აწამეს და რატო უნდა ეწამენ ეს ხო? ეს არ გავს დამნაშავეს. ესეთი თვითონ ჰაბიტუსი არ აქვს დამნაშავის, ანუ დამნაშავეს ეტყობა რა რაღაცნაირად რომ კრიმინალს ეტყობა რომ კრიმინალია. აი მე კრიმინალი ვარ, მე ეტყობა რომ კრიმინალი. ის ორივე კრიმინალები არიან, ვიცნობ კიდეც ერთს და ვერ ვიტანდი არც დიდი სიმპათია არ ქონდა მის მიმართ და იმან დაიმსახურა, მაგრამ მარჯვენა ავაზაკს ლაპარაკობს, ხო? მაგრამ ეს ხო არა შანსი არა ეს კრიმინალი. რა გააკეთა ასეთ? მე დაინტერესდება უბრალოდ რა ვინ არის ის, ვის გამოც ის გადარჩა. ვიღაცის გამო გადარჩა, რაღაცა მოხდა, რაღაც უცნაური მოხდა, რატო გადარჩი? და რა არის საინტერესო? ბარაბა გადარჩა, მაგრამ ეს რომის ციხეში იყო ბარაბა. რომის ციხეში რას ნიშნავს რომ ხარ? რომის ციხე არა პენიტენციალური დაწესებულება. რომის ციხეში თუ ხარ, იქ ხარ დროებით. სანამ გადაწყვეტენ შენ საკითხს, რომ ან თუ ხარ უდანაშაულო, თუ გადაწყვეტენ უდანაშაულო, გაგიშვებენ. თუ გადაწყვეტენ რომ დამნაშავე ხარ, ან მოგკლავენ, ან კიდე გაგიშვებენ, აი როგორც აქ აღწერილი, მაღაროებზე სამუშაოდ სადღაც. მთელი ცხოვრება იგივე მონასავით, მონა იმუშავა მაღაროებზე რომის იმპერიის რაღაც ეკონომიკური ძლიერებისთვის. სიკვდილი შეიძლება მაღაროზე მუშაობას ჯობდა, ისეთ საშინელი შრომა იყო. და არ იყო პენიტენციალური, რომ ვიჯექი დავშავდ 4 წელი ციხეში და მე მოვიხადე ჩემი ვადა და გამოვედი, ეგეთი რაღაც არ იყო. ანუ ციხეში თუ ხარ, ესე იგი ელოდები ან გაშვებას, ან სიკვდილი დასჯას. და ბარაბამ ისეთი რაღაცა ჩაიდინა, იქ მკვლელობა ჩაიდინა, აჯანყება რაღაცა. ბარაბამ იცი რომ მოკლავენ, ანუ ციხეში სანამ არის და სანამ იცი რომ მის სახელს იძიებენ, 100% დარწმუნებულია ბარაბა რომ მოკლავენ. ანუ ბარაბამ სიკვდილი გამოსცადა უკვე ციხეში. ბარაბა მკვდარი იყო უკვე ციხეში. ფაქტობრივად ქრისტემ აღადგინა ბარაბა. ქრისტემ თავისი ჯვარცმით ჩაენაცვლა ბარაბას. მის მაგივრად ეცვა ჯვარს და მე ბარაბას სულ ესმის ეს სიტყვები ქრისტიანებისაგან, რომ ჩვენს მაგივრად, ჩვენ ყველას მაგივრად მოკვდა, ჩვენ ყველას მაგივრად მოკვდა და არ ესმის, აი ვერ იგებს ამას, რა ვთქვი, ჩვენ ყველას მაგივრად მოკვდა. ჩემ მაგივრად ნახდათ მოკვდა, მაგრამ შენ მაგივრად როგორ მოკვდა? აი ეს შინაგანი სიღრმე ამ აზრის არ ესმის. არ არის მისი რაღაც უცნაური მომენტია ბარაბაში, რომ ხდება რაღაცა დიდი მოხდა მის გვერდით, ის ამას არ იმსახურებდა, ის არ იყო უბრალო ადამიანური ძალა მას არ ქონდა, იმიტომ რომ მან ასეთი რაღაც გააკეთა, ნებით წავიდა სიკვდილზე. ბარაბა ხდება ამას, რომ ნებით წავიდა სიკვდილზე. და ასე თავისი ნებით გააკეთა ისე რომ ბარაბა გადაარჩინა და თვითონ ავიდა ჯვარზე. და რატო გააკეთა ეს? რამხელა ძალა აქვს და მე ბატონო ბარაბა ბოლოში აწვეს ჯვარს, როგორც ამ ნაწარმოებშია, ხო? მაგრამ უბრალოდ ხდება რომ რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში უცნაური და საბედისწერო. რომ ის ვინც ჯვარს აწვეს, არის თითქოს მადლობა უნდა უთხრას მას, მადლიერი უნდა იყოს მის, მაგრამ მადლიერება არ აქვს, რაღაც აქვს ბრაზიცა აქვს თითქოს. აი რაღაცა გაუგებრობის განცდა აქვს და ბრაზიც, რომ რა უფლება ქონდა მას რომ მე გადავერჩინო, იმის გამო რომ თავისი ნება შეესრულებია როგორც ღმერთს, რაც ღვთიურინება, თავისი ღვთიური ძალა აჩვენა, აი მეც ასე გამიშვა ციხიდან, მე დამიხსნა ასე და რაღაც პასუხობები ამკიდა, რომ ამაზე მე ფიქრობ, სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობ. იქ ვიღაცა ბრუნდება იერუსალიმში, მიდის რაღაც ტრაქტირში, სადაც ხედავენ, რომ თითქოს ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენთან არ არის. და რაღაცნაირად არ უკვირთ, კაი ეს მკვდარი იყო ბარაბა, უკვე ფაქტიურად სიკვდილი გამოსცილი აქვს და ხა ნუ მოვთხოვთ ბარაბასო, რომ შეუერთეს ამ ჩვენ დღესასწაულებსო, რაღაცა სმას, ლოთობას, გარყვნილებას, რაღაცა, როგორც აქამდე იყო ბარაბა. ხედავენ უცნაური, კაი უცნაურებს პატიობთ, რომ ეგეთია, ნუ ახალი გამოსულია, განიკურნება თანდათანობით ამისგან, მაგრამ არ იკურნება ეს ბარაბა. ის მისი საყვარელიც ეს ტრაქტირი სუკანი ქალი ვარ. ისიც ხედავს, რომ ბარაბა თან მასთან არის, მაგრამ მასთან არ არის. და განცდა გეგეთი, რომ ბარაბაში ესე იგი ჩასახლდა ვიღაცის სული. ხო არ ჩასახლდა ბარაბაში აი იმ კაცის სული, ვინც ჯვარს აწვეს. ესე იგი რაღაც ძალიან ძლიერი სული უნდა ქონდეს იმ კაცს, ვისი სული ჩასახლდა ბარაბაში. მოიწამლა თითქოს ბარაბა და ჭირიანი გახდა, ვეღარ ერგება ცხოვრებას.
მანდეც არ იყო თლად მორგებული ცხოვრებას. ყაჩაღი იყო კი ბატონო, აქ მარტო ყაჩაღათაა გამოყვანილი. ბიბლიის ლოგიკით, სახარების ლოგიკით, როგორც ჩანს ის პატრიოტი აჯანყებული იყო. მარტო ყაჩაღი არ იყო, მარტო ავაზაკი არ, რაღაცა ახლდა მის აჯანყებას, აჯანყებული იყო. ანუ ის არ იყო უბრალოდ ყაჩაღი. ფულის გამო რო ყაჩაღობდა დაუშვებო. მაგრამ აქ არის უბრალოდ ყაჩაღი, ავაზაკი არის. ეს პოლიტიკური განზომილება და პატრიოტული განზომილება ამ ბარაბაში, რომელიც ლაგერკუსმა დახატა, არ არის. მანამდე რაღაც უცნაური იყო. ყველა ამჩნევდა, რომ მანამდე სანამ ავაზაკი გახდებოდა, უცნაური იყო. არც იყო ავაზაკობისთვის მოწოდებული სტიქოს არ იყო, მაგრამ მოუწია მოეკლა ერთი ძალიან დიდი თავზე ძლიერი და უხუცესი ავაზაკი, რომელიც თავს დაესხა რომ მოეკლა ეს თვითონ ბარაბა და ბარაბამ მოკლა ეს უხუცესი ავაზაკი. და მე აღმოჩნდა არავინ არ იცოდა, ბარაბამაც არ იცოდაო რა, ეს ავაზაკი მისი მამა იყო. აი რატო დაჭირდა ლაგერკუის ამის გაკეთება, რომ მამამისი გამოიყვანა როგორც ამის მოკლა უნდა და მამამის ბარაბასი და ბარაბამ მოკლა მერე მამამისი რომ თავი გადაერჩინა და ამის მერე დაკაცდა. თითქოს ამის მერე გაუჩნდა ეს იარა ამ ბრძოლის შედეგად. და ყველა ამას ბარაბა გახდა ბარაბაო ამ იარის მიღების მერეო. რაღაც ინიციაცია გაიარა თითქოს მამის მოკლით რა, რისი თქმა უნდა და ამითი ავტორს. არ ვიცი, შეიძლება გარკვეული იდეაა რომ რაღაც მომენტში ყველა უნდა დამოუკიდებელი გახდეს შეიძლება და აღარ იყოს მიკედლებული რამე სხვა ყველამ თავისი მარტომ უნდა გაიაროს თავისი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული არჩევნები და შობელიც კი ვერ გიშველის. ან შეიძლება სახარების ალუზია, რომელიც ეუნება ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომ მინდა გამოგყვეო, ჯერ მომეცი უფლება მამა დავასაფლავო, მკვდრებმა დაასალონ თავისი მკვდრებიო და ვინც მამას ან დედას ჩემზე მეტად შეიყვარებსო, ის ჩემი ღირსი არ არის. რაღაც ამდაგვარი ალუზიებია, რომ ავტორი აკოლევინებს ბარაბას მამამის. იმის გამო, რომ ის გახდეს ბარაბა და მე გადაიტანოს ყველაფერი ის, რაც გადაიტანა. ანუ ესაა გზა მისი, რომ შეუერთდეს იმ ბედს, რომელ ბედშიც ის ნახავს ქრისტეს და ქრისტეს ჯვარცმას. თან მაინც და მაინც ჯვარცმას, აი გოლგოთას. გრძელტუჩა არის ერთი, გამოჩნდება კიდე ერთი ქალი გრძელტუჩა ქვია, რომელთანაც ბარაბას ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რაც ერთ დროს დაიჭრა, რაც ფეხში დაკოჭოლდა და მოუწია ამ ქალის სახლში ღამის დღეების გატარება სანამ განიკურნებოდა და მოატყუა ეს ქალი, მიყვარხარო უთხრა და ამ ქალზე ამან იმოქმედა, თუმცა ხვდებოდა გულისხმეში ალბათ ეს ქალიო, რომ ბარაბა ატყუებდა გულწრფელად არ ეუნებოდა, მაგრამ აქამდე არავის არ უთქვავს მისთვის ასეთი რამეო და ამიტომ ეს მიეწება ბარაბას და საჭონს უზიდავდა სულ და უვლიდა, მაგრამ როგორც კი განიკურნა ბარაბას ფეხი, მაშინ მიატოვა ბარაბა. აბა რას ვიზამდიო? არ უყვარდა და რას იზამდა. ხდება ქრისტიანი და მიმდევარი ქრისტესი და თან ბარაბა როცა ცუდიერად მოიხსენიებს ქრისტეს, ბარაბა ეტყვის და თვითონ აი გამოაფხიზლებს. სინდის ჩასძახებს, ასე ვთქვა და მე გვაინტრიგებს ავტორი ამ კურდისტუჩათი, არ ვიცი თვინ არის და მე იგებ, რომ თურმე ქრისტიანი გამხდა, რომ ქრისტიანი მოწამე ხდება. და ბარაბა შეესწრება მის ჩაქვავებას. ბარაბა ვერაფერს არ გააკეთებს, გადაარჩინოს ეს კურდისტუჩა, მაგრამ ვინც მღვდელმთავარი არის, ვინც იტყვის, რომ ეს კურდისტუჩა უნდა მოკვდეს, სინედრიონში მიდის და ამბობს, რომ ეს აკეზებს ხალხს, კეთროვნებს აკეზებს, რომ მათ ისინი გათავისუფლდებიან და საშიშია, იმიტომ რომ კეთროვნები დაიმედდებიან, რომ მათაც გაათავისუფლებს ეს ახალი მესია და ახალი ღმერთი. სადღა იქნება განსხვავება მაშინ კეთროვანსა და არაკეთროვანს შორის და ინფექციას გადადებენ ყველას და სახიფათოა, ამიტომ ეს ქალი უნდა ჩაიქოლოს, იმიტომ კეთროვნები მას უსმენენ. და ერთ-ერთი ეტყვის ამ მოხუც კაცს, რომ კი მარაო, შენ რამე ისა გაქვსო, პირადი შუღლი გაქვსო ამ ადამიანის მიმართო, ამ ქალის მიმართო. მე ბრმაო, რომ პირადი შუღლი არავის მიმართ არ მაქვსო. აი რისიც ჩვენება უნდა ამითი, რომ აი ბრმა არის ეს კაცი და თან პატრიოტი, ასე ვთქვათ, ებრაული ჯულის პატრიოტი და გონია, რომ თავის იდენტობას იძლევა და სწორ საქმეს აკეთებს, რომ უნდა მოკლას ეს ქალი, ეს კურდისტუჩა რა. აი აქაც არის და პირადი შუღლიც არა აქვს. რაღაცა ისეთი სისტემა აქვს თავში, რომ სისტემის ძალით იცის, რომ ესები უნდა მოკვდნენ. ანუ სასტიკს მას ხდის, არა, თვითონ კი არა აქვს სასტიკი გული. უბრალოდ მიაჩნია, რომ ეს სისტემა უნდა გადარჩეს და ამ სისტემის ძალით ადამიანი უნდა მოკვდეს. ანუ ადამიანზე მაღლა დგას რაღაც სისტემა, მისი მსოფლმხედველობური სტრუქტურა. ამ სტრუქტურის ძალით ხდება ეს სასტიკი. იქამდე რომ როცა ბატონ ეს მოხუცი კაცი ვინც თქვა რომ ეს
კურდღლის უჩა მოკალითო. უნდა ჩავაქოვოთ. კარგი ჩავაქოვოთ, მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებდა, რომ თვითონ შენ უნდა ესროლო პირველი ქვა, ვინც შეიტანე განაცხადი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკვდეს და დადასტურდა, რომ ის უნდა მოკვდეს, მაშინ ვინც შეიტანე განაცხადი, ეგეც წესი იყო ამ რომანის ლოგიკით ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი რამდენად ეთნოგრაფიულად და კულტურულად ეგრე იყო, შენ უნდა გესროლო პირველი ქვა. და ეს შეცვლება ახლა ეს მოხუცი, არ არის მზად, რომ ეს პირველი ქვა ესროლოს. კი, მაგრამ ქვა რატო უნდა ესროლო? მე ხო ვთქვი ეს არა, მაიცი, აიღე პასუხისმგებლობა შენ ესროლე პირველი ქვა. საერთოდ ჩაქოვება საინტერესო ფენომენი არის. აი რა როგორ ვთქვათ, რა არის ჩაქოვებაში საინტერესო? რატო არის ჩაქოვება და არა დაუშვათ ეგზეკუცია ერთი კაცი აირჩიონ ვინმე და იმან მოკლას. რატო არის რომ აქოვებენ ამ ადამიანს? ბევრი ადამიანი მონაწილეობს ერთია და შეიძლება კიდე რაც პასუხისმგებლობის გადანაწილება და შენ ნაკლებად რო იგზნოს პასუხისმგებლობა. აი ამერიკაში გავიგია, ზოგ შტატში სადაც იყო ეს სიკვდილი და ეხაც არის ზოგ შტატში სიკვდილი დაჟე, ხო? არ ეგეთია ელექტროდაჟე რო იყო სიკვდილი დაჟე, 3 ღილაკი იყო რა, 3 წითელი ღილაკი, 3 მოქალაქე მიდიოდა, 3-ვე აჭერდა ხელს და ერთ-ერთი კლავდა მარტო. და შენ არ იცოდი რომელი მოკლავდა. რაღაც გარკვეული იდეა ქონდა, რომ აიმედებდი საკუთარ თავს, შეიძლება აიმედებ საკუთარ თავს, რომ ეგება ჩემმა დაჭერილმა კი არ მოკლავს, მაგრამ მე არ ვიცი მოკალი თუ არა, ზუსტად არ ვიცი. ბატონო? გარკვეული აზრით, ხო, გარკვეული აზრით ნაწილდება, ხო, მე კი შეიძლება ჩემმა ქვამ კი არ მოკლა, რა ვიცი, ჩემი ქვა შეიძლება მოხდა, არ მოხდა, მაგრამ უმქვებმა მოკლეს, მაგრამ მე მოკალი თუ არა, არ ვიცი. აქ კიდე არის ამ მოხუცკაც, ამ ბრმაკაც კიდევ პასუხისმგებლობას, რომ შენი ქვა უნდა მოხდეს აუცილებლად. ეს კაცი ჯერ სიბნელეში, ანუ სიბრმავეში ისვრის ამ ქვას. და გონია რომ ამით დაიძვრენს თავს, მაგრამ არა, ვერ დაიძვრენს თავს. მე მივა ვიღაცა რჯულის მეცნიერ, როცა თავზე აწერია ეს ბიბლიური ციტატები, ძველი ახმის ციტატები, რჯულის ციტატები აწერია თავზე შუბზე, რაც გაკრული აქვს, როგორც ფარისევლებს ჰქონდათ, წიგნებზე ფარისევლებს ეცვათ ეს ტანსაცმელი, რომელზეც ბიბლიური ციტატები იყო დაწერილი. და ის დააჭერნებს ამ ხელს და ასროლინებს და ზუსტად გაარტყმევინებს. აი იქ არის ბარაბა ამოიღებს დანას ჩვეულ ხელსო და ამ რჯულის მეცნიერს ჩუმად მოკლავს. ვერავინ არ ამჩნევს რომ ბარაბამ ეს გააკეთა, იმიტომ რომ ყველა გადართული იყო იმაზე, რომ ეხლა ჩვენ ვესროლოთ ქვები. პირველი ქვა ნასროლი, ეხლა ჩვენც უნდა ვესროლოთ ქვები და როცა მოკლავენ, ამ კურლის ლუჩას. ეს კურლის ლუჩა სიკვდილამდე კი კურლის ლუჩა იტყვა, აი ის მოვიდა. ანუ მას აქ გამოცხადება თეოფანია ქრისტესი, სხვებისთვის უხილავდა და აი ის მოვიდა, ის ჩემთან არის. რა ჩააქოვებენ, კი. მე ბარაბა და მე ბარაბას უცნაური დამოკიდებულება უჩნდება ქრისტესთან. მე ვფიქრობ, აი ის თუ არის მხსნელად მოვიდა, არ ესმის ხსნის, როგორ თქვა, ხსნის სიღრმე და სემანტიკა, მნიშვნელობა არ ესმის. მას ხსნა გონია სიცოცხლიდან, რომ სიცოცხლე შემინარჩუნე. ეს გონია ხსნა და სხვა სემანტიკა არის და ბრაზდება კი, მაგრამ შენი ცხოვრება არ დაინდა, იმიტომ რომ ჩვენ გადაგერჩინეთ, ხო, მე გადამარჩინე. მაგრამ იქ ხო ეს კურგლის ტუჩა რო იყო და შენ რომ მიხვედი მასთან და მან დაგინახა და ეთქვა, იმიტომ გეუბნებოდა რომ აი ის მოვიდა მიხსენი და მაგას ამობდა, ხო თითქოს და რატო არ იხსენი? ხო იქ იყავი და ყოვლის შემძლე ხო ხარ, რატო არ იხსენი მაშინ ის კურგლის ტუჩა? ძალიან საინტერესოა, რომ ბარაბა გადარჩენილი ბარაბა რო შემოდის იერუსალიმში, აი სევდიანდება, ხო, ძალიან სევდიანდება. გითხარით რომ ამ სუკან ქალთან მის საყვარელთან ვეღარ არის ის ხედავს რომ სევდიანია, რაც თუ თავის ფიქრებშია წასული. რაცა სული შეეყარა, სხვისი სული შეეყარა, თითქოს ინფიცირდა რაღაცნაირად ბარაბა. ხედავს ქრისტიანებს, პეტრე მოციქულს ხედავს, პეტრე მას იცნობს. და პეტრეს დაელაპარაკება და ხედავთ ქრისტიანები ვერ იღებენ მას. და თვითონ ვერ მოხდება მისი და ქრისტიანების რაღაცნაირად შეკავშირება, იმიტომ რომ ეს ქრისტიანებიც ვისაც ხვდება პეტრეზე არ ალაპარაკი, პეტრესთან გამოუვა რაღაცა კარგი კონტაქტი, თქოს ნორმალური კონტაქტი გამოუვა, თქოს პეტრეს მიმართ არ არის ესე განწყობილი, მაგრამ სხვა ქრისტიანები გაიგებენ თუ არა რომ ეს ბარაბა ვის გამოც ჩვენი მაცხოვარი დასაჯეს ჯვარზე წადი აქედან უწმინდურო ეუნებიან, აგდებენ რა თავისი კომპანიიდან. ცუდი ქრისტიანები არიან პრინციპში. რაშუაში, ბარაბა რაშუაში იყო. ხო თუ მოვიდა მათთან ადამიანი, შენ ქრისტიანი თუ ხარ, ვალდებული ხარ დაელაპარაკო. რაც არენდობიან და რიყავენ. აი ბარაბას პრობლემა ესაა, რომ ყველასგან გარიყულაზნობს თავს. ვერ ნახა ის სივრცე, სადაც მას მიიღებდნენ და მის ამ ტკივილს, გულის ტკივილს ვინმე თუ გაიზიარებდა. და
აღდგომის არჯერა. და უნდა აღდგავდ. აბა და მის სკეპსის რო დაინახავენ, განახებთო კაცო, ვინც აღდგავ და წაიყვანენ და ლაზარეს ანახებენ. სახელი არაა ნახსენები, მაგრამ ისა უნდა 4 დღე მკვდარი ვიყავი და აღდექი და რა იყო, სიკვდილი რა იყო და ლაზარე უნდა ეგეთი რაღაც არავის არ უკითხავს შემთხვევისო, შენ განსაკუთრებული ხარო. თითქოს ლაზარე და ბარაბა რაღაცნაირად ენათესავებიან ერთმანეთს. ლაზარესაც ჩაცვენელი თვალები აქვს, სიკვდილი თუ ნახეო, წამოიღიდან არარაო, არაფერი გამოცდილება არ წამოიღეო. თორე ის არის არარაო. და მოყავთ იმ არარას თუ ნახავო, მე აქ რო დაბრუნდებიო, აქ არაფერი აღარ გიზიდავსო და აზიარებს ბარაბას, რაღაც აი ეს მარილში ჩაუწობს პურს და მისცემს და ბარაბა შეჭავს და თქოს მკვდრის ხორცი ვჭამეო. რაღაცა ბარაბა და ეს ლაზარე ერთნაირები ხდებიან, აი ამ ზიარების რიტუალი და ბარაბა ფიქრობს, რატომ აზიარა ამას, რატო გამხადა თავისნაირი, რაც ოდნა გამიზიარა. ოღონდ რაღაცა გზა იყო ბარაბასთვის, ეთქობა. იმიტომ რომ ბარაბა ხდება სხვანაირი. ბარაბა არგანიკურნა, წამოვიდა იერუსალიმიდან, იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობს, ანუ მისი აქცენტი არ არის არა იერუსალიმური. პეტრე დაელაპარაკება, პეტრე გალილეური აქცენტით ლაპარაკობს, ხო, რაღაცა პროვინციული აქცენტი და ბარაბა არ ლაპარაკობს პროვინციული აქცენტით, ბარაბა ლაპარაკობს რაღაცა იერუსალიმურად უქცევს, ასე ვთქვათ. თავიდან აქვს ბოღმა აქვს იერუსალიმელების მიმართ და ეხლა ეს ბოღმა გაატკეცებული აქვს, იმიტომ რომ იცის რომ ამ იერუსალიმელებმა მოკლეს ზუსტად იესო, ვინც თავისთავად მესიას უწოდებს და უკვირს, აი სხვა ებრაელები თუ უკვირს ბარაბას, რომ ეს როგორ არის მესია. შანსი არ არის მესია იყოს, მესია ხო უნდა იყოს ძლევამოსილი და ეს ჯვარცმული მესია ოქსიმორონი არის. დღესაც მაგალითად აი სკანდალს არანაკლებ 100% იგივე სკანდალად რჩება იესო ქრისტე ებრაელებისათვის, როგორც 2000 წლის წინ, იმიტომ რომ მესია უნდა იყოს ძლევამოსილი, გამარჯვებული და მისი ნიშანი მესიობის უდადეს პოლიტიკური წარმატება და გამარჯვებულობაა. ღმერთი როგორ დაუშვებს თავისი რჩეულის ჯვარცმას. და ეს სკანდალი აქვს უბრალოდ ბარაბას მაგრამ თან ხვდება რომ არ გამოდის, რომ ეს უბრალოდ თვითმარქვია ვერ გამოდის. რაღაც ძალიან ღრმა აზრი იყო იმაში, რომ ის მის ნაცვლად ჯვარს ეცვა. და დაიმუხტა ამითი და რაღაცა გზა აქვს. თან ეხა ლაზარე ნახა ეს ეზიარა რაღაცა პურს და ლაზარეს ხედვას და თვითონაც ხდება როგორც ლაზარე. არაფერი აღარ იტაცებს ამ ქვეყნად. აქამდე თუ ქონდა ეს გაუცხოება ამ ძველი ცხოვრების ყაიდასთან. ეხლა დაბრუნდა ისევ თავის ყაჩაღურ გარემოში და უცებ აღმოაჩინა რომ განუკურნელი აქვს ის რაც აქვს. განუკურნელი რაღაცა ჩაუსახდა თავის თავში. ხო, ამას ხედავს ეს ქრისტიანები ლაპარაკობენ, გიყვარდეთ ერთმანეთი, იკრიბებიან, ამ სიყვარულზე ლაპარაკობენ, ამ უნივერსალურ სიყვარულზე. ეს არის ამ მესიის მთავარი სიტყვა. თვითონ ბარაბას არაფერი სიყვარული არ აქვს. რაღაცა ხედავს რომ ის რაღაცა მისიით გამოიხსნა ამ იმამ ვინც მესიას უწოდებს თავის თავს, ქრისტემ რაღაცა დიდი საზრისია ამაში. ხედავს რომ ვეღარ უბრუნდება თავის ძველ ცხოვრებას, ავაზაკებთან რო არის. ძარცვავენ, მაგრამ ეს აღარ ძარცვავს, იგივე ეშხით. ძალიან ისე დუნეთ ძარცვავს რა, თითქოს არის ისევ მათი ხემძღვანელი, იმიტომ რომ ავაზაკებს არ უყვართ ხემძღვანელი საერთოდ ყავდეთ, მაგრამ ისეთი ვაშკაცი იყო ბარაბა, რომ ავაზაკების ბუნებრივად გახდა მათი ხემძღვანელი. მაგრამ ეხლა აღარ არის ეს ხემძღვანელი. ამასთან რომაელებიც გავძარცვეთო და რომაელებდა, ჩვენ რო კი ბატონო, ჩვენ რო არ ყოფილიყავით გულხურვალეთო რომაელების წინააღმდეგ გამხედრებულები და თან რომაელების წინააღმდეგ თქოს უნდა ბარაბაც უნდა ყოფილიყო არა რაღაცნაირად გაღიზიანებული რომაელების წინააღმდეგ, იმიტომ რომ რომაელებმა ჩააგდეს უდა ციხეში და რომაელები უპირებდნენ ჯვარცმას. მაგრამ ბარაბა არა რომაელების წინააღმდეგ გაღიზიანებული და რაც ისე მიიღებს გულცივად მიიღებს მონაწილეობას ამ ოპერაციაში და ყველა ეგრე ბარაბასავით გულცივები რო ყოფილიყავითო ეს რომაელები დაგჯაბრინდნენო, გადაგვივლიდნენო. და უკვე ხედავენ რომ ბარაბა აღარ უნდათ რა ძალიან იდუმალი არის რაღაც ეს ბარაბა და არ გჭირდება არ გვესმის მისი ეს იდუმალება და პრაქტიკულად გამოსადეგი არ არის თან შემაშინებელ რაღაცებს აკეთებს ბარაბა ამასთანავე გავძარცვეთო მღვდელმთავრის რაღაც ესკორტიო რაღაც მიქონა მღვდელმთავრის რაღაცები ბარაბა აი კი ბარაბა აი ძველი ბარაბა დაბრუნდაო და კიდე გაორმაგებული გაატკეცებული ვნებითო ეცავა მღვდელმთავრების ამ ესკორტსო და ამოხოცა ყველანი ეს მე ამოხოცულებიო კიდე მათი გვამების შეურაცხყოფაც კი დაიწყო და აქ ეს უკვე ვეღარ გავიგეთო იმიტომ რომ კაი დახოცა გასკები ჩვენ საქმე ყავს მღვდელმთავრებიო და მათი ეს ანტურაჟიო მაგრამ
გარდაცვლილია უკვე ტაძარს ეკუთვნისო და ის დესაკრაციაო ჩვენსაც სახიფათო შეიძლება ყოფილიყო რა ის ღმერთი არ გაგვიჯავდესო და ბარაბა კიდე აი ეს ბარაბაში რაღაცა თითქოს აი გზასაცდენილი სიყვარული იბადება ქრისტეს მიმართ გიჟური სიყვარული რაღაცა რომ მის გამო მოკლა მაგალითად ის მღვდელთავარი აი მაგის გამო იყო ხო ეს გააკეთა რომ ვერ იტანს მღვდელთავრებს ისე რომ მღვდელთავრების დაბეზღებით რო აცვეს ჯვარს და მღვდელთავრება რო გაწირეს თვითონ ბარაბა იმის გამო რომ როგორ თქვა ჯვარს ეცვათ იესო ეს ყველაფერი მაშინ აი ბოღმას იწვევს და თან რაღაცა სიმპათიას ქრისტეს მიმართ მაგრამ გაუგება გაბრაზებულ სიმპათიას აი რაღაც ამდაგვარი იდეა აქვს ღვთისმშობელზეც რომ შეხედა და ესეთი განცდა ქონდა რომ თქოს ღვთისმშობელი საყვედურით უყურებდა თავის შვილის ჯვარცმას იმიტომ რომ თითქოს საყვედურით რატო რაღაცა ეს იდეა დევს რომ ხო შეგეძლო რომ არ გაგიკეთებინა ეს აი შენინებით რომ მიდიხარ რატომ მიდიხარ შენინებით მე რატომ მიკეთებ ამას რომ შენინებით მიდიხარ ჯვარზე ხო ვიცი რომ შეგეძლო არ წასულიყავ ხო ღვთისმშობელი საყვედურით უყურებდაო თავის ძესო იმ გაგებით თითქოს რომ აი ადამიანური გონებით რომ დედამ რომ იცის რომ მის ძეს შეუულია თავი დაიხსნას ჯვარცმიდან და მაინ ჯვარცმაზე წავიდა და მიაცემინა თავისი თავი ამ ხალხს აი ამის გამო თქოს საყვედურობდაო ასე მზერით უყურებდაო მე რომ იგებთ რომ იგივე მსგავსიო საყვედური მზერით შეხედა ბარაბასაც ჩვენ არ ვიცით საეკლესიო ჰიმნები არის ღვთისმშობლის განცდები გამოხატულია მართლმადიდებლურ საეკლესიო ჰიმნებში ღვთისმშობლის მიერ ზის დატირება მაგალითად აი სააღდგომო მსახურებებში არის და ძალიან ღრმა თეოლოგიური აზრებია შეგნი აი ეს ავტორის სპეკულაციები არის ეს არ არის კანონიკური რაღაც ან ქრისტიანული კანონიკურად მიღებული იდეები მაგრამ ეს წერალია ასე და თავის იდეებს აქსოვს ამაში სხვა ბარაბასაც მე ვიგებ რომ ბარაბასაც საყვედურით შეხედა ალბათ სხვა საყვედური იყო ბარაბას რომ აი შენ გამო რატო მოხდა რომ შენ რატო აგირჩიეს და ვინახარ ასეთი რომ შენ გამო ჩემი ძე მოკლეს რაღაც ამდაგვარი იდეა და ბარაბა მიდის მე თავისი ყაჩაღური გაუჩინარდება ვეღარ პოულობენ არაფერი არ უცით ბარაბაზე დროები გადის და ვიგებთ რომ ბარაბა არის მაღაროში მუშაობს დაუპატიმრებიათ რაღაცა დანაშაულისთვის მაღაროში თუ დაგაპატიმრებენ რაღაც დიდი რაღაცა უნდა ჩაგედინა დანაშაული და მაღაროში გადააბამენ სააკს ხო როგორ არის ისააკი თუ სააკი აქ არის რომ ეს გადამულები არიან და რაღაც მომენტში იწყებენ საუბარს ერთმანეთთან და გაირკვევა რომ თურმე ბარაბას ყოფილა იერუსალიმიდან ხარ სააკი დაინტერესდება ხო არ გაგიგია ამ ადამიანის შესახებ ამადამ წინასწარმეტყველის მესიის შესახებ ბარაბა გირო ხდება ისრაელ ლაპარაკი კი გამიგია და ისე როგორ თქვა ცალკმად კი არა რაღაც მაინც ენთუზიაზმით არა სურვილით არ ლაპარაკება და როგორ გაგიგია გინახავს კი ხო არ გინახავს და ბარაბა ისე აი ნაკლება არასურვილით ასე ვთქვა უნდომლად ეუნება რომ კი მინახავს არ აწუხებს მას ეს მოგონება არ ახარებს და როგორ გინახავს რა ნახე მისი აი რაღაც ნათელი ვნახე მის გარშემო უცნაური ნათელი ვნახე რომ ის როგორ ჯვარსაც ვნახე და ვნახე როგორ დაბნელდა და ეს ისააკის ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რაღაც თითქოს ქრისტეს ეხება ბარაბათ ანუ ისააკის ბარაბა არის ქრისტეს რაღაც ემანაცია თითქოს ქრისტეს გამოშუქება და ელაპარაკება უცებ ბარაბაც ხვდება რომ აი როგორ უხარია სააკს როგორ უხარია და სააკის სიხარული როცა ის უყვება იესოზე და სააკი ამას იგებს და ამას უხარია ეს სიხარული მაზეც გადადის რაღაცა თქოს მისი შუქი გადადის მერე ბარაბაზე და რაღაც მომენტში უცებ აღმოჩნდება რომ მათი ურთიერთობა სხვანაირი არის სხვები გადაჯაჭულები რო არიან ეს სხვა მონები ამ მაღაროში მომუშავები ვერ იტანენ ერთმანეთს ამდენი ხანი ტყუპები გადაჯაჭულები არიან და თავის ერთმანეთს აბრალებენ ამ თავის უბედურებას და ხან წვდებიან კისერში ერთმანეთს სულ შუხლში არიან და ბარაბა და სააკი რაც დამეგობრდებიან თითქოს ეს ნათელი რაც არის ამ ბარაბასაც ატარებს რაც გადასცემს მე ის სააკს და სააკი ეს რომ აღტაცებული ამითი ეს თითქოს ამოყურებს მათ რაღაცნაირად სხვანაირები ხდებიან და ამის მერე სააკი აჩვენებს მას მედალიონს რომელზეც რომის ეს ინიციალები ამოჭრილი იყო სენატუს პოპულუსკო რომანუმ რაღაცა სეპეკიუ რაღაც ეს რომაული ნიშანი ან ორთავიანი არწივი შეიძლება რომაული რაღაც რომაული ნიშანი აქვს მაგრამ უკნიდან არის ამოტვიფრული რაღაც გაუგებარი სააკისთვის ბერძნული სიტყვები და ეს არის ჩემი ღმერთის სახელია ეს მის სახელია მე მას ვეკუთვნიო და რაღაც მომენტში
ბარაბასაც გაუჩნდება სულ მეც ამომიტვიფრეო რა ესაა. მეც მინდა ამომიტვიფრო. და ამოუტვიფრავს რაღაცნაირად სააკი და მე იწყებენ ერთად ლოცვასაც კი. ანუ ეს სწავლობს სააკისგან ლოცვას. მაგრამ რაღაც მომენტში სააკი ხედავს რომ ეს გაემიჯნა ამასაც, რაღაც აღარ ლოცულობს მასთან ერთად. რაღაცა გაუცხოვდა სააკთან და სააკი ხედავს ვერ უტყდება სააკს რომ ვინ იყო თვითონ. არ ვიცი შეიძლება ესა ბარაბას პრობლემა რომ ძალიან ღრმად ინახავს ამ საიდუმლოს და იმ თავის მოძმესაც რომელთანაც ამ სინათლეს ერთად გზნობდნენ ამ სინათლეს არ უშლის ამ თავის გულს რომ მე ბარაბა ვარ ჩემ მაგივრად აირჩიოს აი რომ დაელაპარაკოს ხო სააკი არაფერს არ ეტყვის მიიღებს მას როგორც ძმას ხო არაფერი არ იქნება მაგრამ ზედმეტ ფიქრობს შეიძლება ბარაბას ზედმეტად სჯის საკუთარ თავს არ ვიცი აი დოსტოევსკის აქვს ეგეთი რაღაც ნათქვამი რომ უნდა კონდეს ადამიანს უნარი საკუთარ თავს აპატიოსო ვინ ახარ რომ საკუთარ თავს არ პატიობ ღმერთზე დიდი ხარ თქოს აი ამ პარტავნებაცაა საკუთარ თავს რომ არ პატიობ რა არის ასეთი შენი დარდის გაფეთიშება შეიძლება ასე შენი საიდუმლოსი რომ ვერავინ ვერ გაგიგებს ამ საიდუმლოს თუნდაც ყველა ისეთი ადამიანსაც უყვარ ხარ შენ რატო ვერ გაგიგებს აი თქვი ეს საიდუმლო გაენდე იქნებ ამიტომ ხარ მარტო ხელა რომ ეს არ შეგილია ამას ვერ რისკავ ხო რა სამდაგვარია და ისაკიდან ტკივილიც გზობს რომ ბარაბა გაუცხოვდა მას თუმცა მაინც უყვარს და რაღაცნაირად ერთად არიან მაინც და რაღაცა იდუმალებას ინახავს ბარაბა მისთვის აქამდე ეგონა რომ ბარაბას იცნობდა ამდენი წელი ერთად იყვნენ შეკრულები და უცებ ხედავს რომ შეიძლება ბარაბა მან არ იცის საერთოდ ვინ არა რაღაცა სხვა რაღაც ატარებს თავის თავში სიყვარულს აგძელებს მაგრამ თან ეუცხოება ამის მერე ხდება რომ რომელი ჯარისკაცი ზედამხედველი დაადგება თავზე და ამათ ცემს ხოლმე ამათ საინტერესო რომ ბარაბა როცა გახდება როცა ამოიტვიფროს ქრისტეს სახელს თვითონაც მოერწყავს მათრახს როცა არის ისაკთან ერთად და აი პირველად მაშინ იყო რომ სისხლიც გაუჩნდა სისხლიც დაყვარაო ჯვარცმულიც ბარაბამ ანუ ბარაბას რაღაც მოწამე ხდება ის ხების ხო მოწამეები არიან და ბარაბაც რაღაცნაირად მოწამე ხდება თავისი სისხლით ქრისტესით თქო აი დევნაში შედის ბარაბაც და ამის მერე არის ეს ზედამხედველი დაინტერესდება ვინ ახარ თქვენ რა უცნაურად ლოცულობთ თქვენ ეს რა ლოცვაა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ის პერიოდია როცა წარმართულ რელიგიაში ლოცვისთვის და ღმერთთან ურთიერთობისთვის რომელიმე ღმერთთან ურთიერთობის პოლიტეისურ კონტექსტში საჭიროა შეხვიდე ამ ღმერთის სახელობის ტაძარში ამ ღმერთის ქანდაკებასთან ანუ არ არის მათ გაგებაში რომ ასე გულში ილოცო შენი ღმერთი და შენი სინდისით იყო შენ ღმერთთან ამ ქრისტიანებს ათეისტებსაც ეძახდნენ ათეისტები იყო ეგეთი მოწამე პოლიკარპე არაიონაზე გაიყვანეს ცირკში სადაც უნდა დაესაჯოთ ლომებისთვის შეეგდოთ და ეუნებიან აი გადაგარჩენთო ხო დაგმე ათეისტებიო ანუ დაგმე ქრისტიანებიო ეს ისტორიული ფაქტი არის მოყვანილი როცა ნერონის დროს გადაწვეს რომი და ყველაზე სავარაუდოა რომ თვითონ ნერონმა გადაწვა რომი იმიტომ რომ უნდა ახალი რომი აეშენებინა ახალი რაღაც პროექტები ქონდა თავისი და გადაწვას სჭირდებოდა იმისი რაც გადაწვა მაგრამ დააბრალეს ქრისტიანებს და აღწერილიცაა სვეტონიუსთან ტაციტუსთან ეს ისტორიები აღწერილი არის და როგორ დასაჯეს პირველი დასჯა ქრისტიანების და რომის ისტორიკოსები არიან არც იციან არც აფასებენ ქრისტიანებს მათთვის ქრისტიანები არიან რაღაცა სექტა რომ ებრაელების რაღაცა გაუგებარი განშტოება არის ტაციტუსი წერს რომ ქრისტოსისგან აგიტირებულმა ებრაელებმა გადაწვეს რომიო ქრისტოსი ცოცხალი გონია ჯერ კიდე ამ ტაციტუსს წარმოადგენა არა აქვს იესო ქრისტე უფალი კი არ არის მათთვის ღმერთი და ერთ-ერთი დამნაშავეს პალესტინაში რაც აწამეს და აი მისი წარმომადგენლები რაღაცა წავენ რომს არც იციან ცოცხალია თუ არა მაგრამ მანამდე ეს ზედამხედველი ინტერესდება ამათი ღმერთი და უკვირს რომ აი ეს როგორი უცნაური ღმერთია რომ მათ გულში ყავთ ეს ღმერთი შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ არ აქვს ამ ღმერთს განსხვავება ის ყველგან არის ყველასთვის არის ერთია ერთ-ერთი ღმერთი კი არ არის ერთია მას თუ ირწმუნებს სხვა ღმერთები აღარ მოგინდება და აღარ წახვალ სხვა ღმერთებთან და დაინტერესდება ამით და თვითონაც განეწყობა ამისკენ რომ მე ხო არ მივიღო მეც ეს ღმერთი და ამბობს რომ მე ამას მაინც ვიზამ რომ საქმეს გავათავისუფლებ შენ გაგათავისუფლებ და მოაკვარასჭრებს საქმეს ამ ზედამხედველებთან რომ სააკი უნდა გაათავისუფლონ მაღაროდან თორე მუშაობიდან კი არა და რომ ზევით აიყვანონ სამუშაოდ რომ ნაკლებად მძიმე სამუშაოზე სადაც ჯაჭვებს მოხსნიან და შეიძლება იმუშაობ მონასავით იქაც მაგრამ ჯაჭვები აღარ აქვს და შეკრული არ ახარ სხვასთან და სააკსთან ეუნეო რომ აი შეხვალო და შენ სახელს ეტყვიო ეგრევე გაგათავისუფლებო და აქ სააკი ეტყვის რომ არაო მე არ გავთავისუფლებიო პაუზის მერე
ხო, იმიტომ რომ ჩემი ძმა არისო, აქ ჩემი მოძმე არისო, ვისაც იგივე ღმერთის წამსო. და იმას თუ არ გაათავისუფლებთო, მე არ ამოვალო. და ეს ცოტა დაუმძიმდება ახლა ამ ზედამხედველს, იმიტომ რომ ძლივს გაარიგა საქმე სააკისთვის და ახლა ესაც ბარაბას უნდა მასთან ერთად გაათავისუფლოს, მაგრამ მოახერხებს ამას რაღაცნაირად და ბარაბაც და სააკიც დაწუნებულები არიან, რომ იესომ გაათავისუფლა, ქრისტემ გაათავისუფლა, რომ ადიან თქოს 64-ში გამოვიდნენ და ყველაფერს აფასებენ, ყველაფერს მადლიერებით უყურებენ მზეს, შროშნებს, რომელზეც თვითონ უფალი ლაპარაკობდა, იყავით როგორც შროშნები ველისანი, ხო? ეს ყველაფერი და ახალი ცხოვრება მიიღეს, თქოს გამოვიდნენ მართლა ჯოჯოხეთიდან. და იქაც ერთად არიან და უცებ აღმოაჩენ, რომ სხვებთან ვერ ურთიერთობენ. თქოს რაც თავისებური რა ცოდნა აქვთ ისეთი რაღაცა, რომელსაც მარტო ესენი ატარებენ, ამიტომ მარტო ერთმანეთთან ურთიერთობენ და განსხვავებულები არიან. და ამჩნევს ამათ ერთი ჯუჯაკაცი იქ, ვინც წისქულში მუშაობს და ისიც რაღაც ინტერესდება ამათი. ხედავს მათ განსხვავებულობას. არ ვიცი, იქ შეიძლება ასე ალუზია რომ თითქოს ისეთი განსხვავება, მე მგონი ამ ჯუჯაკაცმა დაასმინა ესენი. რაღაცა პროკურატორთან წაიყვანენ მერე და ეს არ წერია, მაგრამ რაღაცა ეგეთი განსხვავება. იმიტომ რომ ბარაბას რაღაც არ მოწონს, რომ ეს უფალზე ელაპარაკება ამ ჯუჯაკაცს. რაღაც არ მოწონს, რაღაც ავიწინაზგნობა აქვს თითქოს. და პროკურატორი მერე იმ კუნძულზე ხდება ეს ყველაფერი, ეს არა პონტოელი პილატე, ეს პროკურატორია და დაკითხავს მათ, ვინა ხართ თქვენ, რა ღმერთი გყავთ და ამოიღებს ამ სანიშნეს და ეუბნება, აქ რა ნიშანი წერიაო, სააქს ეკითხება. ეს ხო რომის სიმბოლო არისო? კიო, ესე იგი შენ რომის იმპერიის მონახარო, რომის იმპერიას ეკუთვნიო. კი ბატონო, თან ხდება თავიდან. და მე ამოწრე ეს რა არისო? და წაიკითხავს, იმიტომ რომ მან ბერძნული იცის. რომაელი პროკურატორია, მაგრამ მაშინ კოინე ბერძნული ენა იყო, მთავარი ენა იმპერიის, ლათინურზე მეტადაც. რომი თვითონ რომი იყო ბერძნულენოვანი ქალაქი, უფრო მეტად ლათინურენოვანი ქალაქი. პირველი რომის პაპებიც ბერძნები იყვნენ. რომი ბერძნულენოვანი ქალაქი უფრო იყო ვიდრე ლათინურენოვანი და ეს კითხულობს პროკურატორი იესო ქრისტე. ეს ვინღა არის? ეს ჩემი ღმერთია ეუბნება. მე მას ვეკუთვნი, მე მისი მონა ვარ. მოიცა როგორ ახარ შენ მისი მონა? შენ რომის იმპერიის მონა არა ხარ? აი ეს ესე იგი ეს მონეტა შეიცავს თავისთავად გადაულახავ წინააღმდეგობას. ვერ იქნები ერთის მონაც და მეორეს მონაც. ვისი მონა ხარ მითხარი? მე არ შემილია არ ვიყო მისი უფლის მონა, იესო ქრისტეს მონა არ შემილია არ ვიყო. იცი ეს რა მოყვება ამას? კი ვიცი რა მოყვება. სიცოცხლე არ გიყვარს? მიყვარს. აბა როგორ დათმობ მაშინ სიცოცხლეს თუ გიყვარს? მე არ შემილია უარყო. აბა როგორ გაუძლებ ამ სიცოცხლის დათმობას? შეძლებ ამას? ესე ვაშკაცი ხარ რომ შეძლებ? მაგით ჩემზე არაა დამოკიდებული ეთქვის. ეგეც არის ეს უკვე აღებულია თვითონ მარტიროლოგიები და რომ წმინდანი რომ ეწამება, ის თავისი ძალით არ ეწამება. ანუ ის ქრისტეს ძალით ეწამება, ამიტომ თავით კი არ ამაყობს რომ მე ვარ ვაშკაცი, არამედ მას ვინც ავაშკაცებს, რა თქვა, ვინც გამბედავს ხდის, მას მიეწერება ეს დიდება. ძირი პირველ რიგში. ხოლოდ მე და იმიტომ რომ პირობა აქვს ხო ქრისტიანებს მიგიყვანენო მაგისტრატებთან, მეფეებთანო და ნუ ღელავთო მაშინო, იმიტომ რომ თქვენ კი არ ვლაპარაკებთო, მე მოგცემ ძალას და სიტყვას, რომ მიუგოთ ის სიტყვა, რაც უნდა მიუგოთ. აი სააკი უბრალოდ აჩვენებს ამ მოწამეობრივ თავის სიმტკიცეს და არ მიაწერს თავის ვაშკაცობას კი არა იმედი, ამან თვითონ ქრისტეს დახმარებაზეა იმედი. და რა თქმა უნდა მას მოკლავენ და ჯვარს აცვავენ და საინტერესო რა არის რომ მანამდე ითქმება რომ ბარაბა გზნობს რომ თავის თავს რა ხდება ეს რომ მან მე მაჩუკა სიცოცხლე და მე ხვდები რომ ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი. გამიკეთა ისე ზოგადად რაღაცა მზაკრობა ჩაიდინა ჩემს წინააღმდეგ ჯვარცმულმა. იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ ვეღარ უბრუნდები ძველ ცხოვრებას და სულ მასზე ვფიქრობ. ანუ ესე იგი რაღაცა მომნუსხა რაღაცნაირად. ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი უკვე. აქაც არის სააკი რასაც ამბობს, რომ ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი, მისი მონა ვარ. აი ეს მონა ძლიერი სიტყვა არის, ხანდახან ასე თარგმნია ხოლმე ქრისტეს მსახური, მაგრამ დულოს მსახურზე უფრო მონა არის. და მონა ამიტომ უფრო კარგად გამოხატავს, რომ ნაყიდი არის. აი პავლე მოციქული ამბობს, აი სისხლით ხართ ნაყიდი. და ამიტომ თუ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ცოცხლობთ, აღარ ვიცხოვროთ ჩვენი თავისთვის, არამედ მისთვის, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და აღდგა. ამას ამბობს პავლე, ანუ ქრისტიანი ფაქტობრივად თავის თავს აღარ ეკუთვნის. მისი ცხოვრება მისი აღარ არის. ანუ მისი ცხოვრება ნაყიდია მის მიერ, ვინც მისთვის ჯვარს ეცვა და აღდგა. ამიტომ უკვირს ახლა იმ ცოლსაც, რომ როგორი ცხოვრება უნდა შევწირო, ქათამი დაუკლა, ცხარი დაუკლა თუ რა დაუკლა? არა, ვერაფერს ვერ დაუკლავ მას.
ის ხობს არ ითხოვს, აბა რას ითხოვს? თვითონ შენ უნდა შეეწირო მას მის საკურთხეველზე. და ეს რა ღმერთია, როგორია? რა ვთქვი, თვითონ შენ შეეწირო მას მის საკურთხეველზე. გაუგებარია. ნაკლები არ არის. რაღაცას კი არ წერო, შენი თავი თუ არ მიიტანებს ცხოვრებას, არ გამოდის. რაც ამდაგვარია, თუ საკუთარ თავს არ ეკუთვნია. ისეთი უცნაურობა აქვს ამ ქრისტიანების ღმერთს. მე ბარაბასაც მოუტრიალებს და ხედავს იმასაც იგივე ნიშანი აქვს ეს პროკურატორი და შენ რაღაცა და ხო შენს გწამსო და ხო შენ რატო არ აღიარებ მას, ხო შენ რატო უარყოფ მას და შენ გწამსო და არ მწამსო და აბა რატო გაკამოტვიფრულია? მინდა რომ წამდესო. და ეს მოხდება ძალიან ლახვარივით სააქს ეს გულზე რომ მან უარყო ქრისტე. შეიძლება თქვა გარკვეული ადრით რომ გულწრფელი არის ბარაბა, ხო? ამბივალენტური არის. ერთის მხრივ გულწრფელი არის, თქოს ადამიანი გულწრფელი უნდა იყოს და თუ არ წამს, თქვას რომ არ წამს და ესე იგი ბარაბა სწორად იქცევა რომ ბარაბა სწორად იქცევა თავის სინდისის წინაშე მართალია და ამბობს რომ არ წამს და ესე იგი რაღაცა გარკვეული ადრით თავისი სინდისის მოწამე არის და პატიოსანი ადამიანია. მაგრამ არ არის ასე მარტივად საქმე. მე ვფიქრობ რომ ის ხედვა, რაც არის დიდ ფილოსოფიაშიც არის ეს ხედვა, რომ შეუძლებელია გულწრფელი იყო და არ თქვა სიმართლე. აი უკიდურესი გულწრფელობით თუ ხარ, რაღაც არის სიცრუეს არ იტყვი. კირკეგორს აკითხე რაღაც, ხო? ძალიან მთელი შენი სერიოზულობით თუ დაიწყებ ფიქრსო და შენთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იქნება ამის გამოკვლევა, ვერ იტყვი გულწრფელად, რომ არ არსებობს სულის უკვდავება. და ეს კირკეგორს აკითხე რაც ნათქვამი, ხო? გულწრფელად ტყუილის ლაპარაკი და გულწრფელად სიცრუის ლაპარაკი, ესე მთლად გულწრფელობა არა. გულწრფელობა უნდა კონდეს ჭეშმარიტებაში, რაც ამდაგვარი კრიტიკა შეიძლება ბარაბას სამსაქციელის, რომ რაღაცა ხო გწამს, რაღაცა ხო იცი, მთლიანად ურწმუნო ხო არა ხარ რა. რაღაცები გაიგე რომ იქ დაბნელება იყო და შენ ეს დაბნელება რომ დაინახე, ესე იგი დაინტერესდი ამითი. სხვები არც კი დაინტერესდნენ, არც დაუნახავთ ის დაბნელება. შენ რომ დაინახე, ესე იგი რაღაც დონის რწმენა გქონდა, ის ნათელი დაინახე, ხო? ისეც დაინახე, რომ ის ნათელი, რომელიც შენ გაუზიარე და რომ ნახე ჯვარცმული და უთხარი სააკ და სააკი აღტაცებულია და მისი სიხარული შენს გადმოგედო, ეს ხო რეალური იყო. რატო ამბობ რომ არ წამს? ხო არის რა თქმა უნდა, დოგვის მარცვლის ხელს სარწმუნოებას ჰქონდესო და თებს შეძრავდა. რატო ხარ ასეთი უმადური ამ ყველაფრის? იმის უმადური რატო ხარ, რომ სააკმა რაც გააკეთა შენთვის? მარტო ჯვარცმულმა კი არ გაჩუქა შენ სიცოცხლე. ჯვარცმულის ემანაცია სააკი გახდა შენთვის და იმ ჯურღმლიდან მან ამოგიყვანა, თორე რო არ ქონოდა მას ეს რეალური სიყვარული თავის გულში. ხო იტყოდა რომ რა კაია, მათავისუფლებ კი ბატონო და ეს საერთოდ არ ვიცი ვინ არის. აღარც ლოცულობს ჩემთან და აღარც ვიტყვი, რატო უნდა თქვა? 1000 რაღაც შეიძლება მოიფიქრო სააკმა, რატო უნდა გავათავისუფლო ჩემთან ერთად ბარაბაც? ბარაბა ხო გამიუცხოდა, აღარც ლოცულობს, შეიძლება ქრისტიანიც აღარ არის. ამიტომ ავალ რამე მის გარეშე. არა, ის აჩვენებს რომ თავს წირავს ხო ბარაბასთვის. ვინ იცის რომ ხო არის დიდი შესაძლებლობა რომ უთხრას ამ ზედამხედველმა ბარაბასთან ერთად ვერ გაგათავისუფლებ. და ამას ტვირთულობს თავის თავზე ეს სააკი. და ამდენი რაღაცა დაინახე და რატო გამახ რომ ურწმუნო ხარ? ესე შენშია პრობლემა ურწმუნოების და არა რაღაც გულწრფელობაში. არა ხარ გულწრფელი, კარგად არ იქცევი, როცა ამბობ რომ არ წამს. მინდა რომ ვირწმუნო. ან ასეთი რაღაცნაირად მინდა რომ ვირწმუნო არ წამს, არის რაღაც უმადურობის გამოხატულება უფრო არის მე რომ გითხოთ. მაგრამ იქ არის იქ ის კაცი რომ ეუბნება, წამს რომ შენი შვილი შემილია გამკურნო და ისეუნებას რამეს წამს დაეხმარა ჩემს ურწმუნობას. იქ ურწმუნობა არ არის რადიკალური ურწმუნობა, რაღაცნაირად ის არის ურწმუნობა, რომელიც არის იმ როგორ თქვა, იმ სურვილში და იმ როგორ თქვა, იმ რწმენაში, რომ ის მას გამკურნავს თავის შვილს. ანუ ფაქტობრივად აქ ამოწმებს მის როგორ თქვა, მის შეუძლებელია რაღაცა რწმენის ჩანასახი არ ქონოდა ამ კაცს, სხვანაირად არც მივიდოდა მის მოსწავლეებთან და არ თხოვდა, რომ გამიკურნეთ ჩემი შვილიო. გაგებული ქონდა, რომ ისინი სჩადიან ამ სასწაულებს, განკურნებებს და ამიტომაც მივიდა. უყვარს თავისი შვილი და უნდა განიკურნოს. მაგრამ აი უფალი რო ეკითხება, წამს რო შემილია რომ გავკურნო და აი ამოწევს მთელი გულით ახარ შენი შვილის სიყვარულში და იმ სურვილში და იმ რწმენაში რომ გინდა მისი განკურნება. სიყვარულის და რწმენის ასე ვთქვათ ხაზგასმის მოთხოვნა არის ღვთისგან მისი გულიდან ასე ვთქვათ და აი კეთვის წამს შეეწია ჩემს ურწმუნობას. ბარაბასთან უფრო ესეთი ოპტიმიზმი არ არის. ბარაბასთან რაღაც პესიმიზმი არის. და მე გადაახაზვინებს ამას. თუ არ წავს, კაი, მაშინ გადავხაზოთ იესო ქრისტე.
შენი ამ ტვიფარიდან და შენ რომის მონა ხარ მაშინ. რომის მონაც არ არის, არაფერს მონა არ არის. ყველაფრისგან გაუცხოებულია. ამის მერე რა უცნაურია რომ თვითონ პროკურატორს რაღაცა სიმპათია გაუჩნდება ბარაბას მიმართ. ხდება რომ უცნაური ასე ძალიან მოტეხილი კაცი არის, მაგრამ რაღაცა შარმი აქვს, რაღაცა თვინიერობა აქვს ისეთი რომ მიხედავთ რომ ბებერია და არაფერში მაინც არ გამოადგება, ძალიან გამდიდრდება თვითონ. სასტიკი გონია ვარ ხალხს, მაგრამ სინამდვილეში სასტიკი არის ჩემი ოფისიო, რომელსაც მე ზედმიწევნით ვასრულებო. ამათ გონიათ რომ ხა მე რო წავალ ამ კუნძულიდან ახალს მოვყვანე პროკურატორსო, ამოისუნთქებენ შვებითო და უარესი შეიძლება მოხდესო. მე მაქსიმალურად შეიძლება მობიერად მოქცეოდიო. უბრალოდ თვითონ სისტემაა ისეთი რომ რასაც მობიერად მოექცე, ეგრე იქნებაო. შეიძლება უარესიც მოვიდესო ხო და ჩადის გამდიდრდება და ჩადის რომში გამდიდრებული და იქ რომში იწყებს ცხოვრებას. ბარაბას რომს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ასე არაფერი რომის რაღაც არქიტექტურა და რაღაც თავში არ უჯდება. ერთადერთი ისიდას ტაძარში შევა, ისიდას და ჰორუსის ქანდაკებას თუ გამოსახულებას ნახავს, ხო, ისიდა და ჰორუსი მნიშვნელოვანი ადრეულ ქრისტიანობისთვის, იმიტომ რომ ისიდა და ჰორუსი ეს ეგვიპტური ელინიზირებული კულტი იყო. ქრისტიანებს ხანდახან გამოყენებული ქონდათ იგივე სახე, როგორ თქვა, იგივე იმიჯი, ასე ვთქვათ, სახე. ისიდას დასახავდნენ ღვთისმშობლად და ჰორუსს იესოდ და ხანდახან ისიდას და ჰორუსის გამოსახულება ქრისტიანებისთვის იყო ღვთისმშობლის და უფლის გამოსახულება. და ბარაბა გაუცხოებულია ყველასგან და მაინც უჩნდება სულია ქრისტიანები იპოვოს. და იგებს რომ თევზის გამოსახულებას ნახავს და იქ მოკრავს თვალს რომ იცის რომ რომში ქრისტიანები არიან, იკრიბებიან ამ სასიყვარულო შეხვედრებზე, იმიტომ რომ სიყვარულია ყველაფერი ხო, მათი ღმერთი ასე ქადაგებს და უნდა რომ შეხვდესო ქრისტიანებს. უკვირს რომ კატაკომბებში იკრიბებიან. და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას გაიგებს შემთხვევით მიდის და სრულ წყდიათში აღმოჩნდება. ეს რაღაც აჩვენებს რომ აი არაფერთან ვერ შეკავშირა ვერაფერს ეს ბარაბა, რაც გაუცხოებული რჩება რადიკალურად ყველაფრისგან. ამოდის მაღლა და იგებს რომ რომი იწვის და ქრისტიანებმა გადაწყვეს რომი იგებს და უცებ აი არასწორად ესმის მთელი ქრისტიანობა და აჰა გავიგე მოდის მესია, ეს კი მესია მოდის და ეს ბოროტი სამყარო რომელსაც ასე გამაწამა მე, რომელიც სიკვდილით მსჯიდა, ეს საძაგელი სასტიკი ხალხი, ეს ფარისეულობა, ეს სინედრიონი ამ ებრაელების რომის, მთელი ეს რომის ესტაბლიშმენტი, ეს მაღაროებში ადამიანების ჩაყრა და ვირის ტვირთის აკიდებაზე და ვირივით რომ ამუშავებენ და იმიტომ რომ ვირი უფრო ძვირი უჯდება ვიდრე ადამიანი, აი ეს მთელი ეს სისტემა უნდა დაიწვას. და ვენაცვალე, ახლა კი აღარ გიღალატებ. ახლა მე ნამდვილი ქრისტიანი ვიქნები, ახლა მე შენთან ვიქნები, აი მე შენ გამო თავსაც გავწირა, მეც გადავწვავ რომს, აწი აღარ გიღალატებ. გონია რომ ასე უნდა ემსახუროს ქრისტეს. რაღაცნაირად თქოს ქრისტიანი ხდება გაგების გარეშე. უყვარს ქრისტე, მაგრამ არის ის რეალურად როგორ უნდა უყვარდეს. და თან ცუდ საქმეს უკეთებს ამით ქრისტიანებს. იმიტომ რომ ქრისტიანებს არ გადაუწვავთ რომ ვერც გადაწვავდნენ რომს. არც ერთი ქრისტიანი ეს მოციქული არ ბატონ? ხო, არც ერთი ქრისტიანი მოციქული არ ქადაგებს რომ რომს დაუპირისპირდით. პირიქით თვითონ უფლის სიტყვები რომ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა, აჩვენებს იმას რომ რომის დააფასეთ რომი, არაუჯანყდეთ, ანუ იხადეთ ეს ხარკი. პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ხარკიო მარტო იმიტომ კი არ უნდა იხადოთო, რომ ხარკი მარტო რომ შიშის გამო, ანუ სინდისის გამოც იხადეთო, იმიტომ რომ ის რომაელი ცენტურიონი იქნება თუ ჯარისკაცი იქნება, ის არ ჟისო კარგი საქმის კეთებულს და ღირსეულ ადამიანებს, ის ჟისო ბოროტმოქმედებს ჟიანო ესენი ხო, ამიტომ ხმალიც უჭირავსო და ღვთისმსახური არის, იმიტომ რომ ბოროტმოქმედებს ჟისო. ამიტომ ну, ეს ხო, იმიტომ რომ რომი არის ცივილიზაციის სიმბოლო და ეგეთი როგორ თქვა, არის ტრადიცია არის ქრისტიანული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, რომ რომი თუ დაეცემა მეორედ მოსვლა მერე იქნება. თუ კოლიზეუმი რომ დაინგრევაო, ღირსი ბედა ამბობს მე-6 საუკუნეში ინგლისელი წმინდანი, ვინც დაწერა ინგლისის ეკლესიის ისტორია, კოლიზეუმი რომ დაინგრევაო, მაშინ იქნება მეორედ მოსვლა. კოლიზეუმი ის არის ცივილიზაციის რომის სიმბოლო. როცა აი ცივილიზაცია დაიშლება, მერე ქაოტური ძალები გათავისუფლებიან, ეს დემონური ქაოტური ძალები და მაშინ მოხდება აღსასრულია. ეს ტრადიცია არის ეგეთი. და ბარაბას
ბარაბა რისკავს თავის თავს ქრისტესთვის გონია და წვავს რომს, როგორც აი ბოროტ ცივილიზაციას. და მოციქულების მესიჯი ეს არ არის. მოციქულების მესიჯი ის კი არა გადაწვა და შურიძიო. ბარაბას შურიძიების ლოგიკიდან ვერ გამოვიდა. და მე მოხუცებულ პეტრეს რო ნახავს და თვალებით იცნობს და პეტრეც იცნობს. ო დიდი ხნის წინ იყო და ყველა რაც ალმაცერად უყურებს ისო ბარაბას. და ამის გამო არის რომ ჩვენ ახლა დაგვჟიან სიკვდილით და რასაკეთებს საერთოდ ვერ გაუგია ქრისტიანობა რა არის არც ერთი ქრისტიანი არ გადაწვავდა რომს და ეხა პირიქით ჩვენ ცილს დაგწამებენ იმიტომ რომ ეს ნახეს ნამდვილად რომ წვავდა და თანაუგრძნოდ რომ ქრისტიანი ვარო ანუ ჩვენ გაგვიყვება ცუდი საქმე ბარაბა და პეტრემს გაანებეთ თავი ის ხო უბედური კაცი არის ვერ მიხვდა რა არის ქრისტიანობა და რაღაცნაირად პესიმისტურად თავდება ეს რომანი იმიტომ რომ ბოლოში ბარაბა იგივე სიტყვებს ამბობს, რასაც უფალი, ხო? შენ გაბარებ ჩემ სულს, მაგრამ ავტორი გვეუბნება სიკვდილს ეუნეოდაო. რაღაც ეგეთი პესიმისტური დასასრული აქვს. მაგრამ თან შეგეცოდება ეს ბარაბა, თან ხედავ რომ ის ხდება რაღაცა ფილოსოფიური ადამიანი, ვინც საკითხს უსვავს ყველაფერს ამ სამყაროში და ციბრუტივით არ ცხოვრობს, როგორ თქვა, დინებას მიყოლილი არ ცხოვრობს, ის ფიქრობს ცხოვრებაზე და ძალიან ღრმა შეკითხვებს უსვავს ცხოვრებას, მაგრამ ვერ მიდის სინათლემდე. ასა სიბნელით და მარტოობით ასრულებს ყველაფერს. ხედავს რომ არის სხვებთან ეს სინათლე, მაგრამ თვითონ ვერ ეზიარა ამ სინათლეს და რწმენაში ვერ მოვიდა. რა შეიძლება ეს იყოს ამის მიზეზი? როგორ თქვა, მე თავისი ბრალია ჩემი აზრით. რადგან რწმენა არ არის ის რაც ასე ჯადოსნური ჯოხი ან გაქვს ან არა გაქვს, ასე არ არის. არის რაღაცა როგორ თქვა, განცდები, რაღაცის გაგებები, ინფორმაცია, რწმენა სმენისგან მოდის, არის ეგეთი გამოთქმა ბიბლიიდან, რომ რწმენა მოდის სმენისგან, მოისმინე, შეამოწმე, აწონ-დაწონე, განიხილე, გულწრფელი იყავ იმის მიმართ, რასაც განიხილავ, დაუშვათ, ხო? მე არის კიდე მომენტი, რომ არის რწმენაში ისეთი სივრცე განზომილება, რომელსაც თუ არ დაიწყებ კეთებას, ვერ დაინახო, რომ ის რეალურია. ანუ თუ არ ირწმუნე და არ დაიწყე კეთება, ვერ დაინახო, ვერ გაიგებ. აი ნებისმიერ რწმენაში ეგრე არის. რო გითხრან ახლა, დაუშვათ, არ იცი, ავიღოთ რამე. დაუშვათ, არ იცი რა არის მე მაგის სპეციალისტი არ ვარ, დავიღოთ, დაუშვათ, საბალეტო ხელოვნება არ იცი რა არის. გეუბნება ადამიანი რომ იცი ეს რა სილამაზეებს იტევს თავის თავში, აი მოდი ჩემთან და განახებ მე აი საბალეტო ხელოვნების რაღაც სილამაზეს. დაგანახებ აი რამხელა სიღრმე აქვს, რამხელა შარმი აქვს. ჩემთვის არის რაღაცა იკლაკნებიან, რაღაც დახტიან, გამოხტებიან, რაღაცა არაფერი არ არის, ხო ჩემს არ ეხება გულს, მაგრამ მე თუ ვენდე, წავყევი, გადავდგი რაღაც ნაბიჯები, ნელა გავიგებ, მაგრამ თუ ეს განწყობა არ შევიქმენი, ვერაფერსაც ვერ გავიგებ. ნებისმიერ რამეში ასე არის. იგივე როცა წერია რაღაც მცნება და მცნების შესრულება თუ არ დაიწყებ, ვერ გაიგებ, რომ ეს მცნება საერთოდ რამე არის. ამიტომ აი ბარაბას როგორც ჩანს ეს აკალია, რაღაც აი პრაქტიკა ამისი და ღიაობა რაღაცა გულუხობა, რომ გაეხსნას რწმენას. ამიტომაც რახან ვერ ეხსნება, ვერც იგებს ქრისტიანობის არსს. და მისთვის ფაქტობრივად გადარჩენა და ხსნა ხდება სიცოცხლის გადარჩენა მარტო. და ქრისტიანობის სიცოცხლის გადარჩენაზე მეტი არის სხვა რამის გადარჩენა. აი მე რწმენის გადარჩენა, სიკეთის გადარჩენა, სინათლის გადარჩენა, რასაც ეს სააკი მიხვდა. თავდაბლობაც არის, გარკვეულწილად თავდაბლობაც არის ამასთან, იმიტომ რომ რატო ენდოვი მარტო შენ თავსა თქვა, შენ განცდებს და გზნობს და შენ ბოღმას თუნდაც. რატო გონია რომ ამ შურიძიებით რაღაც კარგ საქმეს აკეთებ? შენ გონია რომ შურიძიებით მოსპობ იმ ბოროტებას, რა? შენ ხედავ რომ ის დიდი ადამიანი, ის უცნაური, უდანაშაულო, თავისინებით რომ ჯვარსაც არ იმსახურებდა ამას და ბოროტმა ხალხმა აცვა ჯვარს. და გამოსავალი რა არის? შენ უნდა ეს ბოროტი ხალხი უნდა დახოცო, ცეცხლი წაუკიდო? ხო ეს არ არის. ის ვინ ჯვარს ეცვა, მისი სიტყვები რატო ვერ გაიგე? მიუტევე არიციან რასაკეთებენ. თავარი ვერ გაიგე. და რაღაცას ხვდები, მაგრამ ის ვერ მოიყვანა ეს რაღაცა ცოდნამდე და სწორ ცოდნამდე, ასე ვთქვა. რა გჭირდება ამისთვის? მიდი მოусმინე იმ პეტრეს უფრო მეტი კიდე. გაარკვიე ვინ არიან, როგორ ცხოვრობენ. ნუ შეიძლება ქრისტიანების ბრალიცაა, რა ეს უწმინდო რო გადი რო უთხრეს, ეს მისთვის ასეთი ადამიანისთვის ძნელი ასეთანი იქნებოდა. კარგად გავჩერდები მე და ეხლა თქვენს რეაქციებს და თქვენს საკუთარ თქვენ დანახულ ამ ნაწარმოებს განვიხილოთ ერთად. მადლობა. იცი რა არის? აი ძალიან კაი შენიშვნა არის.
ფაქტობრივად ბარაბას რატოიცად ბარაბა გზნობს რომ ის ნაყიდი არის გარკვეული ის მისი ცხოვრება არის ნაყიდი ხვისი ცხოვრებით და აი ეს არის რაც პავლეზე რაც გითხარით ბარაბა ვერ ხვდება რომ უფალმა ეს გააკეთა მთელი კაცობრიობისთვის და ის ვერ ხვდება მთელი კაცობრიობისთვის როგორ გააკეთა ეს ძალიან დიდი საიდუმლოა ამაზე ლაპარაკი და ახსნა ალბათ ძალიან შორს წაგიყვანს ადამიანს და მთელი ეს ქრისტიანული თეოლოგია ამაზე არის რას ნიშნავს რომ კაცობრიობის სოდები აიღო და ჯვარს ესვა კაცობრიობისთვის და ჩვენ თითოეული ჩვენგანიც ბარაბა არის ფასით ვართ ნაყიდები ხო ფასით ვართ ნაყიდები ანუ საკუთარ თავს თუ ქრისტიანი ხარ აღარ ეკუთვნი და ბარაბაც ამას გზნობს ну შეიძლება უბრალოდ ბარაბას აი სააკის ლოგიკით რა არის რომ შენ თუ ქრისტიანი ხდები ხედავ რომ ყველა სხვა ღმერთი აღარ აღმერთი იქ ნათქვამიც არის რომ მამა ღმერთს ამისო მამა ღმერთსაც წართვა სახელიო იმიტომ რომ ისე დაემხო კაციო როგორც ჩვეული ვართ ემხობიან ლოცვების დროს ეს ერთ-ერთი ებრაელიო და ამითი მაინცო ფიქოს მამა ღმერთიც გაიხსენაო იმიტომ რომ უკვე იესოზე ლაპარაკობს ყველა because იესო უფრო კრეხელური ნათქვამით ჩანს თითქოს მაგრამ იესო უფრო პოპულარულიც კი გახდა ამ ხალხში ვიდრე მამა ღმერთი ხშირად ნახსენები არის მისი სახელი ვიდრე მამა ღმერთისო რაც ამდენად მისი ეს მოქმედება ხო თუმცა რა თქმა უნდა თეოლოგიურად ეგრე გარკვეულადაც არის ესე რომ მამა ღმერთი იესოს გარეშე ვერც აცხოვნებდა კაცობრიობას ანუ რო არ განკაცებულიყო ღმერთი კაცობრიობა არ ცხონდებოდა რა შინოს არ ცხონდებოდა ის სიყვარული არ გადაედებოდა რაც ქრისტემ მოიტანა კაცობრიობაში და თუ არ გადაედებოდა ეს სიყვარული მაშინ ვერ შეუერთდებოდა სამების სიყვარულის კანონს ბარაბა ვერ იგებს ეს სიტყვაა კი ბატონო მაგრამ გიყვარდეთ ერთმანეთი რა შინოს ერთმანეთი რა ოჯახის წევრებს გიყვარდეთ ერთმანეთი თუ მეგობრებს გიყვარდეთ ერთმანეთი თუ დაუშვათ ეს უნდა გაარკვიო რას ნიშნავს გიყვარდეთ ერთმანეთი და თუ ხო მაგრამ კონკრეტულად ხო 1000 ინტერპრეტაცია შეიძლება მისცე აი მაგრამ შეიყვარე მოყვასიო და იესოს ეკითხება ერთ-ერთი ეს ბიბლიაში არის ხო იესოს ეკითხება ერთ-ერთი ჯულის მეცნიერი თუ ფარისეული რომ ფარისეული ცუდი სიტყვა კი არ იყო მაშინ უბრალოდ სექტა იყო ერთ-ერთი იუდეური სექტა ფარისეულების პავლე იყო ფარისეული თუ რაღაც პერიოდში სანამ გაქრისტიანდებოდა და ეკითხება კიო შეიყვარე მოყვასი კი წერია მაგრამ თავის გამართლება უნდაო და ვინ არის ჩემი მოყვასიო ეკითხება ანუ ხო შეიძლება მე კომფორტულად ვზობ თავს რომ ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ნაცავები მიყვარს და ჩემი მეგობრები და სხვებზე სულაც არ არის აუცილებლად განვორცო ეს და ამის მერე არის სამარიტელის იგავი თუ გახსოვთ ხო ამიტომ ინტერპრეტაციის ღიაში გიყვარდეთ ერთმანეთი უნდა გაარკვიო რას გულისხმობენ ესე არ მარტო შენ თავში უნდა შეუერთდე იმ ხალხს ვინც ამას ატარებს თორე ვერც გაიგებს მარტო ვერ გაიგებ ამას და ბარაბას კაი შანსი აქვს რომ გაიგოს იმიტომ რომ ნახა აგერ სააკი როგორ მოექცა საკმა მისთვის თავი გაწირა რომ ის ამოსულიყო ერთ-ერთ ნათელში და მე იმასაც იგებს ეს იზმრება კიდეც სააკი ვიღაცამ ეს იზმრაო აი როცა რომელი საკმა გაწირა რა თქმა უნდა თავი ნუ ერთად ამოიყვანეს მე ეს იზმრება კიდეც ღამე რომ ვინახარო და მე მისი ხმა ემცნაურაო ანუ სააკის ხმა იყო და მე შევთვის ლოცულობო უთხრა ანუ სააკი თიკო იქედანაც აგრძელებს მის სიყვარულს ერთი მომენტი არის შეიძლება რომ იმიტომ რომ შეიძლება მისთვის ეს ხედავს რომ იღებენ მაშინაც უხალისოდ რო იღებენ ესეც რაც ძალიან ცუდად ხდება გულზე მელაპარაკებიანო მაგრამ მაინც დისტანცირებულები არიან ჩემგან სანამ ეს ჯერ კიდევ მანამდე სანამ უწმინდო რო გადის ეტყვიან ანუ რაღაცა უფრო მეტად ხდება მათგან ეს და თან გზნობს რომ ეს არ იმსახურებს ამას იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ქრისტესთან იმიტომ დარწმუნებულია რომ ის განზრახვით გაათავისუფლეს გამოიყვანეს სიკვდილისაგან და მისი კავშირი ჯვარცმულთან განსაკუთრებული არის და აი მისი ჯვარცმულის მიმდევრები კი მას არ იღებენ ამბივალენტი წინააღმდეგობრივი არის იმიტომ რომ ის რომ გადაუხაზავს ხო თქოს გულწრფელად თითქოს არ მწამს რომ გადაუხაზავს მე გადახაზული სახელიო წვავდაო მაინც ვერ მიხვდა იმას რომ ქრისტიანებისთვის სიკვდილი არ არის ყველაზე დიდი ბოროტება სიკვდილზე მეც უყურებენ და ბარაბასთვის ბარაბას სიცოცხლე უნდა ესა მისი მომენტი სიცოცხლე უნდა და გადარჩენა გონია სიკვდილისგან გადარჩენა გონია მარტო მე მგონი ეს არის და მე არის ერთადერთი მომენტი სადაც გადალახავს ამ სიკვდილში არის რომ აი შურისძიების ბოღმა და ბრაზი ისეთი აქვს რომ გადაწვას რომის იმპერია
რომ აი ამ ბოღმა გადაალახინებს ამ სიკვდილის შიშს, მაგრამ ბოღმამ არ უნდა გადაალახინოს სიკვდილის შიში. სხვა პრინციპია, რამაც უნდა გადაალახინოს ეს სიკვდილის შიში. აი ეს თავგამოდება მოყვას ის სიყვარული, რაც ისე შეიყვარებ მოყვას, რომ ზათხარ შენი სული მისთვის დადო, ხო? ესაა მთავარი. მთელი სახარება ამ ახალ მცნებაზე აგებული, რომ შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ, ახალ მცნებას გაძლევთ. და არ არის იმ სიყვარული იმაზე მეტი, რომ შენ სული დადო შენი მოყვასისთვის. ხო და ესაა მთელი ალფა და ომეგა ქრისტიანობის და ეს ვერ დაინახა ბარაბამ. რომის სიმბოლო არის ცივილიზაციის, წესრიგის, გარკვეული პოლიტიკური პოლიტიკური რაღაცა კანონების, კანონმორჩილების, იმიტომ რომ რომის კანონებს იმპერატორიც კი უნდა ყოფილიყო რომის კანონების მორჩილი. ანუ ის კი არ დესპოტი კი არ უნდა ყოფილიყო. იმპერატორი ყოფილიყო ცოცხალი კანონი, ანუ კანონის გამტარი და აი რომის ცივილიზაცია ესაა და ამიტომ გარკვეული აზრით ქრისტიანებაც თორსა გაქრისტიანდა რომი ჩათვალეს რომ აი ბიზანტიას მაგალითად ეგ იყო რომ ბიზანტიაში გრძელდება რომის იმპერია უკვე ქრისტიანული ნიშნით და იმპერატორი გარკვეული აზრით მსახურია ქრისტესი. რაღაც ამდაგვარი იდეა რომ რომს რაღაც ღვთიური მისია აქვს მთელი კაცობრიობისთვის. კარგით, შემდეგ კვირაში შევხვდებით.